საუკეთესო ამბავია Global Finance-ის მიერ TBC-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ბანკად დასახელება. ამჯერად საერთაშორისო გავლენიანმა ფინანსურმა გამოცემამ საერთაშორისო ჯილდო TBC-ის ინოვაციური სიახლეების დანერგვისთვის გადასცა. როგორც ბანკში განმარტავენ ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად TBC-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის, ციფრული გადახდების და სხვა ინოვაციური სიახლეების დანერგვით მომხმარებელი მასზე მორგებულ პერსონალიზებულ გამოცდილებას იღებს. უფრო სწრაფად შეუძლია ტრანზაქციის განხორციელება, რაც მას უზაგავს დროს და ცხადია უმარტივებს ცხოვრებას, ყოველდღიურ საქმიან რუტინას. კარგი, მეტი დეტალებისთვის საქმენდილას კონსტანტინე ხოფერია შემოვერთა. კონსტანტინე TBC-ის AI და მონაცემთა მართვის დირექტორია და მადლობას ვუხდი მას მოგზაურობისთვის. კოტე გიმშვიდობის. დილამშვიდობის, მოგესალმებით გიორგი და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა მოგზაურობისთვის. პირველ რიგში, მოდი გამხსნელი კითხვა თქვენის ნებართვით იყოს თვითონ დამოკიდებულება ამ ჯილდოდან გამომდინარე გულისხმობ რას ნიშნავს TBC-ისთვის ეს აღიარება Global Finance-ისთვის TBC არ არის უცხო საფინანსო ინსტიტუტი, მოდი ესე ვთქვა. თუმცა აქ გეოგრაფია კოტე არის გაცილებით მოცული და ამ გეოგრაფიაში, როცა საუბარი არის კონტინენტის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე, TBC არც მეტი და ნაკლები გამოირჩა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ბანკად. რას ნიშნავს ეს აღიარება თქვენთვის? მადლობა შეკითხვისთვის. რასაკვირველია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება TBC-ისთვის, იმიტომ რომ როდესაც Global Finance TBC-ის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ყველაზე უფრო ინოვაციურ ბანკად ასახელებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საქმე, ჩვენს მიერ გაკეთებული საქმე დაფასდა და შეფასდა საერთაშორისო სტანდარტებით და ჩვენ აღარ უყურებთ ამას როგორც მხოლოდ საქართველოში გაკეთებულ და განხორციელებულ ინიციატივას რა. ეს ასევე აღნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის შესაძლებელი მსოფლიო დონის ინოვაციური საქმის გაკეთება, როდესაც ჩვენ კი არ ვაკოპირებთ სხვისგან ამ შემთხვევაში ევროპული და სხვა საერთაშორისო ბანკებისგან, არამედ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ის კომპანია, რომელიც გამოცდილებასაც გაიზიარებენ სხვა საერთაშორისო და აქ იქნება ის ორიგინალი და უნიკალური ეგრეთ წოდებული სერვისები, რომელიც დიახ და ამისი ნათელი მაგალითი არის ზუსტად ეს დაჯილდოება. რაც როგორც აღნიშნეთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, მეორეს მხრივ არის გამოწვევა, იმიტომ რომ ეხლა უკვე მელოდინები იზრდება და კიდევ უფრო მეტი თამასაც იწევა, ბატონო კონკურენცია იზრდება და მომხმარებელს სულ უფრო მეტის მელოდინი აქვს და თუმცა ძალიან დიდი სტიმული არის, ძალიან ღიად რო ვთქვათ, ესეთი ჯილდოს მოპოვება და შესაბამისად ჩვენ გვირდებით. კოტე, ამ ყველაფრის უკან დგას გუნდი. ან შეიძლება მრავლობითი თქვა გუნდები, იმიტომ რომ მიმართულებები ძალიან ბევრია, მრავალმხრივი და სხვადასხვა. ანუ ჩემი შემდეგი შეკითხვა არის, ვინ არიან ის ადამიანები და პროფესიონალები, ვინცაც უკვე ამ რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ინოვაციურ ბანკს ქმნის? ძალიან სწორად აღნიშნეთ, ეს არ არის ერთი გუნდი, ეს არის გუნდების ერთობლიობა, სხვადასხვა კომპეტენციების გუნდების ერთობლიობა, როგორც არის ძალიან ძლიერი პროდუქტების გუნდები, ოპერაციების გუნდები, ტექნოლოგიების გუნდები, მომხმარებლის გამოცდილების მართვის გუნდები და რა თქმა უნდა, მონაცემების და ხელოვნური ინტელექტის გუნდი. ზუსტად ამ გუნდების ერთობლივი მუშაობით, ერთმანეთის შევსებით და საერთო იდეის ირგვლივ შეკრებით ხდება ინოვაციური და სასარგებლო პროდუქტების და სერვისების დანერგვა, იმიტომ რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა გუნდი იყოს ერთ ხაზზე და ეს ერთი ხაზი TBC-ისთვის არის, როგორ გავუმარტივოთ ჩვენ მომხმარებლის ცხოვრება, როგორ შევქმნათ უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილება და ზუსტად ეს არის, რაც ამ გუნდებს აერთიანებს და სწორედ ამ დროს არის ინოვაცია ღირებული, როდესაც მომხმარებელი ინოვაციის პოზიტიურ შედეგებს გრძნობს საკუთარ თავზე. ერთია ხაზი და მისია, რომელზეც თქვენ ბრძანებთ და საუბრობთ. მეორე არის კოტე ამ გუნდების ანუ პროფესიონალების TBC-ში დასაქმებულების მუდმივი კომუნიცირება მომხმარებელთან. აი ეს უკავშირი როგორ დგება? იგივე ხელოვნური ინტელექტიც ახსენეთ. ამ ყველაფრის ჩართულობაც მაინტერესებს, ეს ყველაფერი საბოლოოდ როგორ ისახება პროდუქტის გამარტივებაზე მომხმარებლებისთვის. კი ბატონო, ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის
ვცდილობთ მოусმინოთ მომხმარებელს და ეს მოსმენის შესაძლებლობები განსხვავებული არის. ერთი არის პირისპირ კომუნიკაცია, უკავშირები მომხმარებლისგან, თუმცა მეორე რაშიც ხელოვნური ინტელექტი მეტად გვეხმარება. ხელოვნური ინტელექტი, მონაცემები და ანალიტიკა მოდი ერთიანად ერთ ქვაბში მოუხარშავ ამას. ეს არის დავაკვირდეთ თითოეულ ქცევას, თითოეულ ტრანზაქციას კლიენტის, დავიჭიროთ სად არის გაუმჯობესების შესაძლებლობა ამ ოპერაციებში და ზოგადად მოგზაურობაში კლიენტის და შესაბამისად მერე ზუსტად იმ გუნდების ერთობლივი მუშაობით ამოხსნათ ეს ყველაფერი. ამიტომ ძალიან სწორად არის აქცენტი გაკეთებული მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარე მოქმედებთ TBC და სწორედ ამ საჭიროებების იდენტიფიცირებას ვახდენთ როგორც ხელოვნური ინტელექტის, ასევე ადამიანური ურთიერთობების ფარგლებშიც, რა თქმა უნდა. უნდა ველოდოთ თუ არა თქვენგან და თქვენი გუნდის წევრებისგან სიახლეებს მომავალშიც, იმიტომ რომ ეს თამასა, რომელიც მე და თქვენ შესავალში ვთქვით, ძალიან ბევრ ამის გვავალდებულებს, მათ შორის Global Finance-ის არის. რასაკვირველია, მოდი ამას ესე უპასუხებ, რომ TBC ყოველთვის არის იქ, სადაც იქნება მომავალი და ეს მომავალი დღეს არის ტექნოლოგიები, AI, მონაცემები. ჩვენ არაერთი პროექტი გავაკეთეთ წარსულში და სწორედ ამის დამსახურება არის ის ჯილდო, რომელიც მივიღეთ, ეს არის რომელიღაც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის გამომიღებული ჯილდო, ეს იყო პროექტების გრძელი სიის, რომელიც გავაგზავნეთ Global Finance-ში, ამის გამო მოხდა ჩვენი დაჯილდოება და კიდევ უფრო მეტი იქნება თან არც თუ ისე შორეულ მომავალში ეს იქნება მიმდინარე წელსაც ჩვენი მომხმარებელი ძალიან კარგად იგრძნობს იმ სიკეთეებს და ბენეფიტებს, რაც ხელოვნური ინტელექტის ჩართვით და კარგად გამოყენებით ხდება. წარმატებები. დიდი მადლობა. მადლობა მობრძანებისთვის. კონსტანტინე ხოფერი აქ, ალბათონებო და ბატონებო, TBC-ის ხელოვნური ინტელექტის AI-ის და მონაცემთა მართვის დირექტორი.